ვინ უნდა გადაწყვიტოს პროგრამაში ჩართვა, პირველ რიგში ის, ვინც იცის დადასტურებულად, რომ აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი თავისთავად, მეორე ისინი, ვინც არასოდეს არ ჩაუტარებია სკრინინგი, უნდა ისარგებლოს და ჩაიტაროს სკრინინგი. ხო, აქვე მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ ამ პროგრამას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს, ეს არის ვაქცინაცია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში B ჰეპატიტზე ვაქცინაცია 2002 წლიდან დაიწყო მასიურად, ამიტომ მანამდე დაბადებული მოსახლეობა აუცილებელი ყავს. და ახლა შესაძლებელია, რომ ჩაიტაროს ადამიანმა კვლევა და თუ არ აღმოჩნდება, ესეც უფასოდ მიიღოს, მაგრამ აქაც თუ კიდევ იმეორება, რაღაც ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია არ იქნა, არ იცის ხალხმა ამის შესახებ და თან ისედაც ახლა ანტივაქსერული განწყობები ვიცით ჩვენ რომ არის მოსახლეობაში და ვაქცინა სიტყვას რო ახსენებ, მაშინვე რაღაცა ნეგატიური იწყება აღქმები და რაღაც სწორი, კარგად წყობრი ინფორმირებულობა ჭირდება ხალხს, იმიტომ რომ მართლა დანაშაული იქნება, რომ ეხლა უფასო ვაქცინა აქვს ქვეყანაში და ჩვენ რომ მივიღოთ ინფიცირებული ადამიანები. და ამ დროს გვაქვს ეგეთი შემთხვევები და უნდა მაქსიმალურად გამოიყენოს ხალხმა ეს შესაძლებლობა. კიდევ მეორებს, ის ვინცაც არასოდეს არ ჩაუტარებია სკრინინგი და პროგრამა რთავს ისეთ ადამიანს, ვისაც აქვს დადასტურებული ქრონიკული B ჰეპატიტი, ანუ მინიმუმ 6 თვიანი შუალედით ორჯერ დაფიქსირებულია, რომ აქვს B ჰეპატიტის ვირუსი. ითვლება, რომ არის ქრონიკული. ან თუ ერთხელ მაინც ქონია ოდესმე დაფიქსირებული, შეუძლია ახლა უფასოდ ჩაიტაროს კვლევა B ჰეპატიტზე ისევ და თუ ისევ დადასტურდება, ეს იქნება მისი ორი შედეგი, რომლითაც უკვე შეეძლება დაიწყოს დიაგნოსტიკა. ამ ეტაპზე ჯერჯერობით პროგრამა რთავს პირველად იწყება ღვიძლის ფიბროზის შეფასების კვლევით, ანუ ფიბროსგან ელასტოგრაფიას ვუკეთებთ და ვისაც აქვს მეორე ხარისხის დაზიანება და მეტი, მათ უკვე ყველა დანარჩენი კვლევა უფინანსდება. ყველა დანარჩენი კვლევა და მათ შორის მკურნალობაც უფასო მედიკამენტებით, რომელიც შეგახსენებთ, მთელი ცხოვრება უნდა მიიღოს ადამიანმა. ხო, თუმცა, ეს არ არის ის მედიკამენტები, რომელიც რაღაცა განსაკუთრებული ცხოვრების წესის ცვლილებებს მოითხოვს, ხო? ცხოვრების წესის ცვლილებას მოითხოვს ზოგადად ინფექციის სტატუსი.